ეს არის დღის არხი რადიო იმედზე დავით მაღლაფერიძესთან ერთად კიდევ ერთხელ მოგესალმებით, მადლობა რომ გვისმენთ და გვიყურებთ პლატფორმებზე იმედიჯი, მაი ვიდეოჯი, ასევე მაგთის IP ტელევიზიით 53 არხზე და შეგახსენებთ რომ გადაცემის სრულ ჩანაწერს ასევე რადიო იმედის Facebook გვერდზე მოისმენთ და ნახავთ. თანახმა ხართ თუ არა აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე. 1991 წლის 31 მარტს ამომრჩეველთა 98%-მა დადებითი პასუხი გასცა. მას შემდეგ 34 წელი გავიდა მძიმე 90-იანებიდან გზა მარტივი არ ყოფილა. სამხრეთული ტემპერამენტიც თავისაშვებოდა და ემოციები, რომელიც ხშირად გვმართავს ხოლმე, რთული საკონტროლებელი იყო. ახლაც სოციალური მედიის ეპოქაში, სადაც ფაქტები აღქმებმა შეცვალა, ეს კიდევ უფრო თვალსაჩინოა. როგორ მართოთ ემოციები, როგორ ხდება საერთოდ მისი კონტროლი, სიტყვის ძალა და ფასი 21 საუკუნეში და აღქმები ფაქტების ნაცვლად. ეს ის თემებია, რომელსაც დღეს ჩვენ სტუმართან ერთად შემოგთავაზებთ ერთგვარ დისკუსიას. ფსიქოლოგი ზაზა ქოიავა შემოგვიერთ და მოგესალმებით ბატონო ზაზა, მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. მადლობა მოწვევისთვის. მივესალმებით ჩვენს მსმენელებს და მაყურებლებს. 34 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა აღდგა. რა იყო ეს 34 წელი და ვიდრე სხვა მიმართულებებით ვისაუბრებთ, ხომ არ ჩანს აქაც თვალსაჩინო თქვენ როგორც ფსიქოლოგი, ალბათ უკეთესად შეგიძლიათ ახსნათ ერის დამოკიდებულება ბევრ მნიშვნელოვან საკითხზე და მათ შორის იმაზე რა გვაქვს და რა გვინდა რომ გქონდეს. კი ბატონო, კიდევ ერთხელ მოგესალმებით, კიდევ ერთხელ მადლობას გადაგიხდით მოწვევისთვის. ცოტა რთულია ახლა ჩემი მხრიდან თავიდან ბოლომდე მაგის შეფასება ვიქნები ესეთი მოკრძალებული ამ ნაწილში, მაგრამ ჩემ აზრს მოგახსენებთ. ხო, მოკლედ, აი მაგ დამოუკიდებლობის მიღების მომენტიდან დღემდე ჩვენ შეგვიძლია გადავავლოთ თვალი ყველაზე ძირეულ ცვლილებებს, რაც კი მომხდარა საქართველოს უახლეს ისტორიაში და დავინახავთ, რომ ძალიან ცოტა მათგანი, ან არც ერთი მათგანი თუ რადიკალურად ვიტყვით, მაგრამ თუ შევარბილებთ, ძალიან ცოტა მათგანი მომხდარა გონიერების საფუძველზე. უმრავლესობა გადაწყვეტილებებისა, რაღაც ვიღაცის გაშვება და იმის ადგილზე ვიღაცის დანიშვნა, მერე ვიღაცის კიდევ ჩანაცვლება და ვიღაც სხვა ადამიანის ჩამოყვანა, ვიღაცის გადადგომა, ბევრი სხვადასხვა საკითხი, ყველა მათგანი მომხდარა ნეგატიური ემოციების საფუძველზე. დაგროვდებოდა ეს ნეგატიური ემოციური მუხტი, რაღაცა იფეთქებდა, წამოვიდოდა გაბრაზებული ხალხი, რომელიც და დღესაც ასე ცდილობს ოპოზიცია ხელისუფლების ჩანაცვლებას, რომ ეს გაბრაზებული მუხტით ეს გააკეთოს. არც ერთ საარჩევნო ურნასთან და არც ერთ ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებისას ჩვენ დამცხრალი ემოციების ფონზე გადაწყვეტილება არ მიგვიღია. ეს ყველაზე სამწუხარო ამბავია. აი როგორ ხსნით ამას? რატომ არ შეიძლება ვთქვათ მით უმეტეს, როდესაც რაციონალურ გადაწყვეტილებას ვიღებთ აქ ცივი გონება გქონდეს, ასე ვთქვათ, ეს მართლა ამ სამხრეთული ტემპერამენტის ბრალია, რასაც ხშირად ვაწერთ ხოლმე. შესაძლოა გარკვეულწილად იყოს, ერთი რამე არასოდეს არ მოქმედებს მხოლოდ. და ნუ ხა ჩვენ ქართველები ვართ და საქართველოს დემოკრატიულად ვერ მართავდა რაღაცები, ეს გავლილი საკითხია რა. ეხა სტალინის წამოყენება 4-ვე კუთხიდან ვისაც უნდა შეუძლია სხვა ქვეყანაში წავიდეს და არა ამ ქვეყანაში იცხოვროს. მაგრამ სამხრეთული ტემპერამენტის გარდა არის საბჭოთა კავშირის პერიოდის გავლენა. ხო, აი 70-იანი კი ბატონო, 70 წელი, სადაც მუდმივად, რა თქმა უნდა 70 წელი და ნუ ზოგიერთი ვერსიით უფრო მეტი, ხო 1800 პირველი წლიდან თუ დავიწყებთ მაგალითად ამ ყველაფერს. აქ პერმანენტულად მიმდინარეობდა, რა ვიცი, თავისუფლების ჩახშობა, რაღაც ინტელიგენციის ვისაც რაიმე პროტესტი რაღაცასთან დაკავშირებთან განსხვავებული აზრი ქონდა, ხო ვიცით ეს ყველაფერი იმისი განულება, რაღაცა ჩივილების, საჩივრების წახალისებები, ხო, საიდუმლო კარტოტეკას რო უყუროთ და ეს პერიოდი რო ნახოთ, ხო, ხელქვეითებს ხელმძღვანელებს აჭიანებდნენ, მე იმათ ნიშნავდნენ ხელმძღვანელებად და მე იმათაც იჭერდნენ და მე კიდე ახლები მოდიდნენ და იმათაც იჭერდნენ, ხო? დაუშვათ აი
21 კოლექტივიზაცია და ინდუსტრიალიზაციიდან რეპრესიები დაიწყო 52 წლამდე მეგრელთა საქმემდე ეს ყველაფერი არ გაჩერებულა. რა თქმა უნდა ეს პროცესები აუცილებლად ახდენდა გავლენას და საქართველოში ნელ-ნელა ყალიბდებოდა. ადრეც იყო თავისთავად ცხადია, თუმცა საქართველოს ისტორიიდან მე შემიძლია გარკვეული ტიპის დემოკრატიული პროცესები გავიხსენო, მე დემოკრატიული ბჭყალებში აბსოლუტურ მონარქს რა დემოკრატია შეეძლო რომ ქონოდა. და ამან საბოლოო ჯამში მოგვიტანა ის რომ და არა მარტო ამან მოგვიტანა ის რომ ჩვენ არ ვიღებთ სხვის განსხვავებულ მოსაზრებებს და ყოველთვის გვაღიზიანებს სხვისი განსხვავებული მოსაზრებები. აი მაგალითად, როდესაც მე და თქვენ კამათობთ, ამას დავასრულებ და მე ვილაპარაკოთ. ძალიან მარტივი ამბავი ავიღოთ. მე და თქვენ კამათობთ რაღაც საკითხზე. რა არის კამათის მიზანი? ანუ თქვენ რო რაღაცას მეუბნებით და მე რო რაღაცას გეუბნებით, ხო, საპირისპირო არგუმენტს. ამისი მიზანი რა არის? ის რომ თქვენ დამაჯეროთ თქვენი თავი თქვენ სიმაგრეში და ჩემს სისუსტეში, ხო? თქვენი თქმა, ხოლო ჩემი მიზანია ამ შემთხვევაში ამის გაგრძელება, რომ ჩემი მიზანია ამ შემთხვევაში არის რომ მოგისმინო არა იმიტომ რომ გავიგო რას ამბობ, არამედ იმიტომ რომ საპირისპირო არგუმენტი გითხრა, ანუ ჩემი მიზანიც ეს არის. ეს არის ერთი და მეორე არის ის რომ მე და თქვენ შევთანხმდეთ რაღაცა საინტერესოზე და მნიშვნელობა არ აქვს ეს ვისი იდეაა, რომელიც უკეთესია. მეორე ვარიანტი მოითხოვს მაღალ ემოციურ ინტელექტს და ინტელექტუალურად განვითარებას, სადაც ეგოს წილი დაბალია. ეს სტანდარტია. კარგი, თქმით ახლა როგორც ფსიქოლოგმა აგვიხსენით ამ შეთანხმებამდე როგორ მივიდეთ და რა არის საჭირო. ერთის მხრივ ის რომ ვთქვათ 21 საუკუნე მეს ფაქტორს გინდა არ გინდა წინ წევს და ნუ ფაქტობრივად აქ ზუსტად პერსონიფიცირებული ასე ვთქვათ როლი გამოკვეთილია და მეორეს მხრივ ის რომ ვთქვათ ანგარიში გაუწიო გარკვეულ აუდიტორიას, ჯგუფს და მიხვდე რომ შეიძლება ვთქვათ ძალა სწორედაც რომ არის ერთობაში. ის რაზე ჩვენ უკვე ვისაუბრეთ პრინციპში სანამ ეთერში შემოვიდოდით რომ ამ 70-მა წელმა ზუსტად ეს დაგვაკარგვინა რომ რაღაცნაირად მივხვდეთ რომ ხოლო ჩვენ არ შეიძლება კონკრეტულად ერთი ადამიანი ან რამდენიმე ადამიანი ფლობდეთ რაღაცა განსაკუთრებულ უნარებს და შესაძლებლობებს. ჩვენ გადავწყვიტოთ ხო რიგი საკითხები და ნუ მოусვინოთ სხვასაც. როგორ ფიქრობთ დაკარგულია ეს ვთქვათ შესაძლებლობები ახლაც და ყველაზე უფრო მძაფრად მაინც რისგან ვერ გავთავისუფლდით? ნახეთ, დაკარგული რომ იყოს, მაგის მე რომ მეგონოს რომ დაკარგულია, მე ამდენ ეთერებში არ მივიდოდი. მე სადაც დამირეკავენ ამ თემებზე სალაპარაკოთ, აი სად განურჩევლად ნებისმიერი ტელევიზიისა თუ სტუდიისა ყველგან მივალ. იმისათვის რომ ამ თემებზე ვილაპარაკო და ვიღაცებს ხმა მივაწვდინო. ეს არის სტანდარტი. ამის თქმა მინდოდა. ვიცი რომ ძალიან ცოტა დრო გვაქვს და ვეცდები მოკლედ თქვა. ეს არის სტანდარტი. ანუ ეგოიზმი, რაღაცა ეგოს ძახილი, საკუთარი პერსონის წინ დაყენება და ამ შემდეგ, ეს ჩვეულებრივი ამბავია. ჩვენ ეს გენეტიკურად გვიდევს. ჩვენ მათ შორის ტვინის ერთ-ერთი უბანიც კი არის ამაზე პასუხისმგებელი, რომ ჩვენ ვიყოთ კარგად. მაგრამ ამას გარდა ტვინზე მუშაობისას და განვითარებისას ჩვენ ზნეობა, მორალი, საზოგადოებრივი წესრიგი, წყობილება, ვიღაცეებისთვის რაღაცა სიკეთეების გაკეთებაც შეგვიძლია რომ გამომიმუშავოთ. ანუ ტვინის ეს უბანიც გაგვაჩნია. ოღონდ ეს ყველაფერი საკუთარ თავზე მუშაობის შედეგად მიიღება რა. როდესაც ყველაფერს ჩემს გარშემო მე ვაბრალებ, რა ვიცი, დედას, მამას, ბებიას, ბაბუას, მეზობლებს, მასწავლებლებს, გარდა თავრობას, ოპოზიციას, გარდა საკუთარ თავისა, ხო, გარდა საკუთარ თავისა, ეს რო არ არის ნორმალური და ის რომ შეიძლება მართლა იმათი ბრალია, ეხა მე ვინც ჩამოვთვალე. ოღონდ ოდესმე დაგვიწყია საკუთარი თავით. ანუ მე ხომ არ შემეძლო რამე უკეთ გამეკეთებინა რომ ეს შედეგი შეცვლილიყო. თუ ამაზე პასუხი არის არა, მაშინ კი ბატონო ვისაც გინდა დააბრალე, მაგრამ მე ვფიქრობ რომ ეს შეკითხვებიც არ აქვს დასმული თავის დროზე. ხვდებით და როდესაც აი ეს რაც შეეხება 21 საუკუნეს 21 საუკუნეში საერთოდაც დღეს გინდა ევროპაში გინდა საქართველოშიც ბევრგან კიდევ კარგი რომ ტრამპის ადმინისტრაცია ამას უფრო სხვაგვარად აკეთებს ახლა უკვე ცნება ლიბერალიზმი ჩვეულებრივ სალანძღავ სიტყვად გახდა და კლასიკურ ლიბერალიზმთან არაფერი არ აკავშირებს იმას რასაც ახლა ვითომ ლიბერალები აკეთებენ ეს მარცხნივ წასული მარაზმი და ვოუკიზმი ლიბერალიზმი არ არის.
ამათ ამ არსებლები საფლავებში გადატრიალდებოდნენ, ეგ რო გაეგონათ. რა მოიტანა ვთქვათ ეპოქამ, რა შესაძლებლობები გააჩინა, მაშინ როდესაც სოციალური ქსელები არსებობენ, რაც ესე ვთქვათ ტრენდულია და მოდურია, იმის კალკირება, ანუ გადმოკოპირება რო გიწევს და ხვდებით რომ ვთქვათ აი რაღაც ამოვარდება, გავარდება ასე ვთქვათ და იმას მეორე ადამიანი, მესამე და უამრავი სხვა აკეთებს, თუნდაც იმისთვის რომ ვთქვათ საკუთარი თავი და შესაძლებლობები დაგვანახოს. აი ამ კონტექსტში მაინტერესებს სად არის ის რაც შეიძლება რომ შენი როგორც უნივერსალური შესაძლებლობების მქონე, ასე ვთქვათ, ადამიანის ადგილი გამოაჩინოს და რაში ვლინდება ვთქვათ ეს ყველაზე უფრო მეტად. მაშინ როცა კიდე ერთხელ ვამბობ რომ ფაქტობრივად ახლა თუ გამოვალთ აი იგივე TikTok-ის ტრენდებიდან აკეთებს ერთი და მე ლამის ნახევარი მსოფლიო იგივე ტრენდებშია. ეგ არ არის იმდენად ესეთი ტრაგიკული რომ რატო გატრენდა რაღაცა, მაგრამ ზოგადად ზუსტად მაგაზე ვლაპარაკობდი რა. აი ეს მემარცხენეობა ძალიან მოდური გახდა საბოლოო ჯამში. ხო და რაღაცა მე ამან სამყარომ ამას ფეხი აუწყო და ეხლა მაგითო ხდება სიგიჟე რომ თურმე აღმოჩნდა რომ ეს მემარცხენეობა სულაც არ ყოფილა ისეთ როგორც უნდა ყოფილიყო. მაგრამ ცოტა ხანი ახლა ამას თავი დავანებოთ. რა შანსი აქვს ადამიანს და რა ახდენს მის ფსიქიკაზე გავლენას. პირველ რიგში ახდენს აღზრდა. აღზრდის პროცესი, სადაც აღზრდის რამოდენიმე სახეობა არის, მე შემიძლია ესე იგი შეგპირდეთ, რომ ცალკე აღზრდის სტილებზე ვილაპარაკოთ და თითოეული აღზრდა ბავშვი რასდებს. ცალკე გადაცემა მაგ თემაზე. მაგრამ დემოკრატიული აღზრდის პროცესი, სადაც გარკვეული ტიპის შეთანხმება არსებობს მშობელსა და შვილს შორის და შეზღუდვების ნაკლებობა. აი მაგალითად 2 წლიდან ბავშვი იწყებს უკვე იმის სურვილს, რომ ის სურვილი უჩნდება, რომ რაღაცა თეფშიდან თვითონ ჭამოს. რა თქმა უნდა, თეფშიდან თვითონ რო ჭამოს, ვერ ჭამს. პირთან კომზის წესიერ თუ ვერ ხან ლოყაზე იდებს, ხან ნიკაბზე, ხან ძირს აქცევს და შესაბამისად ეს ნერვების მოუშლელი და აიღებ და შენ თვითონ აჭმა და არ უნდა აჭამო. უნდა აცადო და ის უნდა მოწმინდო. მიხვდი იმისათვის, რომ პირველი გამოვლინება ინდივიდუალიზმის არ ჩაუხშო. მე მოდის ბაღი, რომელშიც ასევე გარკვეული ტიპის პრობლემებია, სადაც დაუშვათ იქაც გარკვეული შეზღუდვები ან ფართო თავისუფლების გაფართოება იწყება, ან შეზღუდვები. სკოლა, სადაც პედაგოგებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, უნივერსიტეტი და ურთიერთობები და თვითონ ამ ადამიანს ვინ არის, რა უნდა, რას წარმოადგენს, საით უნდა, რა პროფესია უნდა, რატო უნდა, ანუ საკუთარი თავის აღმოჩენს ახვალ წამოხვალ პრობლემების ლაპარაკს იწყებ და მიდიხარ ბოლოს იმასთან, რომ ამ ადამიანს ეგზისტენციალური კრიზისი აქვს, ხვდები დაკარგულია. არ იცის ვინ არის, არ იცის რა უნდა, არ იცის რა ძლიერი მხარეები აქვს და ასე შემდეგ. პასუხი არ არსებობს. და ოღონდ ამას შემდგომ კი არ აღიარებს, არამედ აბრალებს გარშემო რაღაცებს და გონია, რომ დაუშვათ ვიღაცა ერთი მთავრობა თუ მეორეთი ჩანაცვლება, ერთი მენეჯერი თუ მეორეთი ჩანაცვლება, ერთი მასწავლებელი თუ მეორეთი ჩანაცვლება, ან ვიღაცას კარგად გამოლანძღავს, ან რაღაცა ბევრი ძაღლი ეყოლება, ან და მე ძაღლები ძალიან მიყვარს, არის ფიქრობს ვინმე რომ ძაღლები არ მიყვარს და მყავს კიდეც. ხო? ეს თუ იქნება რაღაცნაირად ამ კითხვის ნიშნებისგან, რომელიც ვერასოდეს ვერ ამოხსნა, გათავისუფლდება და არ თავისუფლდება. ანუ დევიაციური გადახრა ის რა სიცარიელიც ეგზისტენციალური სიცარიელიც ჩდება, იმას ვერ ავსებს აბსოლუტურად ვერაფერი. შემდეგ გარკვეული ტიპის პირადი ურთიერთობებში და შეიძლება პრობლემები კონდეს და შესაბამისად ის თავიდან ბოლომდე ნეგატიური ემოციებით არის ავსე და შემდგომ ნეგატიური ემოციების ფონზე იღებს ქვეყნის ბედშიდაც მონაწილეობას. შეიძლება ვთქვათ, რომ აი ეს გზა მიდის აღქმებზე ფაქტების ნაცვლად. აღქმებზე მიდის, დიახ. მეც, როდესაც ჩემთან მომხმარებლები მოდიან ერთ-ერთ სეანსზე, ხო? მე უფრო მეტად, რა თქმა უნდა, ფაქტები მაინტერესებს და ფაქტებს ვგებულობ, მაგრამ უფრო მეტად მაინტერესებს მათი აღქმები. ანუ ეს ფაქტები როგორ აღიქვეს. მიხვდით, იმიტომ რომ რა პროცესები მიმდინარეობს მის ტვინში, მის ფიქრებში, ამას უფრო მათი გადმოცემული აღქმებით გებულობ, ვიდრე ფაქტებით. თუმცა მე როდესაც აცდენილია ეს ყველაფერი, მე ამ ფაქტებიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, შეკითხვებს უსვამ. ხვდებით, როდესაც ის ფსიქოლოგთან არის მოსული, ის მზად არის, რომ თქვას, რომ ეს ფაქტი ასე ყოფილა, მაგრამ როდესაც ის უბრალოდ ჩვეულებრივი დამოუკიდებელი ინდივიდია და არსად არ არის მისული, ის რა თქმა უნდა, აღქმების დონეზე რჩება და ფაქტები მას ძალიან ბევრი ფაქტი არ აინტერესებს რა. სოციალური ქსელების ეპოქაში სიტყვის
ძალაზე და მის ფასზე მინდა ვისაუბროთ. თუ გადავავლებთ თვალს კონკრეტულ პლატფორმებს, ნახავთ რომ რაც შეიძლება ადამიანმა გაიფიქროს, იმასვე წერს. ეს ხშირად არის შეურაცხყოფელი, აგრესიული, საკმაოდ ესეთი სერიოზული ბულინგია, სიძულვილი, ღვიძლი. ხშირად მხოლოდ სოციალურ მედიას არა, მეინსტრიმ მედიასაც ვსდებენ ხოლმე ბრალს, რომ სწორედ მათი ეთერებიდან მოდის, თქვათ, ეს ნიაღვარი. როგორ ფიქრობთ, აქ რა მოცემულობა გვაქვს და როდესაც კონკრეტული ადამიანი რაღაც სტატუსს აქვეყნებს, თქვათ, რისი წარმოჩინება სურს, ის რომ ლექსიკონში აქვს უამრავი სალანძღავი სიტყვა და თქვათ არის ამით გამორჩეული თუ თქვათ დაანახოს სხვებს რომ ეს ფორმა შესაძლებელია თქვათ კარგი საშუალება იყოს იმის რომ რაღაცნაირად ხო შედეგი მიიღო. ნახეთ მე არ ვფიქრობ რომ ჩვენ იდეალურობამდე მისული ხელისუფლება გვყავს და უკეთესად რაღაცების გაკეთება არ შეიძლებოდა. არა, მე შორს ვარ ამ ასრისგან. თუმცა მე მაგალითად და გადავალ პოლიტიკაზე საუბარი არ მინდა, გადავალ შემდეგ ესე იგი ტელევიზიებიდან წამოსულ ნიაღვარებზე. მე მაგალითად ქართული ოპოზიციის ადგილზე მოიქცეოდი ისე, როგორც მაგალითად თურქეთში სტამბულის მერი იქცეოდა და თუ კარგად შეისწავლიან მის პოლიტიკურ კარიერას და ამ ადამიანს მათ შორის აკრძალული არავინ არც ერთი ამომრჩეველი არ ძულს და მათ შორის თავისი ამომრჩევლებისთვის და თავისი პოლიტიკური პარტიისთვის აკრძალული აქვს აგრესიის გამოვლინება სხვა პოლიტიკური პარტიის და მათ შორის ერდოღანის ამომრჩეველზედაც, რომელიც ძალიან კარგად მუშაობს და ეს ადამიანი ასეთია, იმიტომ რომ მას ხელში რაღაცა უჭირავს, რის შეთავაზებაც შეუძლია. და როდესაც ხელში არაფერი არ გიჭირავს, ის შეთავაზებაც შეგიძლია, ხო? ერთადერთი რაც არის ის, რაც უკვე ვთქვი დასაწყისში, თუ ისე სიძულვილით, რომ ვიღაცა ცუდია გადააგდე და მე მომეცი ეს ბერკეტები ხელში რა. და როდესაც ხელში რაღაც იარაღები გიჭირავს, ცოდნის, პროგრამის, პრაქტიკის, ცვლილების და ასე შემდეგ, ხო? ჯერ შეცდომის აღიარებით უნდა დაიწყო. აი ეს სიძულვილის ნიაღვარი რა თქმა უნდა მოქმედებს აღქმებთან დაკავშირებით. ასეთი წყალგამყოფები ყოველთვის დამოუკველია ხოლმე და როგორი წყალგამყოფებია, იცი რომ არც მოგისმენს იქნებ რას ეუბნები, იქნებ საერთოდ არ ხარ მისიანი, ან იქნებ საერთოდ არ ხარ ისეთი ცუდი, როგორიც მას გონია, მაგრამ უკვე აღარ გისმენს, იმიტომ რომ ეს აღქმები, რა თქმა უნდა, სოციალურმა ქსელმა. ნახე, ეს არის სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა ჩვეულებრივი. ოღონდ, როგორი შეზღუდვა არის, თუ მე-19 საუკუნეში და მე-20 საუკუნეში იყო სიტყვის თავისუფლების ნამდვილი შეზღუდვა, ცენზორი არ გატარებდა და ასე შემდეგ, ხო? ეხლა არის, რომ ყველაფერი იმდენი ზღვა ინფორმაცია მიაწოდო, რომ ვერ გაარჩიოს ტყუილი და ვერ გაარჩიოს მართალი. მე ძალიან ხშირად აი ამ მე ასე რა ქვია ტელევიზიებზე, რომელზედაც თქვენ კითხეთ, ძალიან ხშირად დამჭერია ეგრეთ წოდებული ბერიას 95%-იანი სიმართლე. რომელიც გულისხმობს იმას, რომ ამ ამბავში 95% მართალია, მაგრამ ის 5% ისეთი შხამია და ისეთი ტყუილი, რომ აბსოლუტურად ყველაფერს დანარჩენს აფუჭებს. და როდესაც პირველ ნაწილში სიმართლე მოგეწოდება, იმასაც იჯერებ მე საბოლოო ჯამში რა. და იმის დაჯერება გულისხმობს იმას, რომ შენ ამის ცუდს და ნეგატიურს ვეღარ ხედავ და მხოლოდ ეს არის საქმე რა შეეცით პოლიტიკური ესტაფეტა ვის უნდა გადავცეთ მე დაუშვათ ეს ყველაფერი მორჩა და დაუშვათ აი წავედით თქვა ქართულმა ოცნებამ პოლიტიკური ესტაფეტა ვის უნდა გადავცეთ ის ვისაც ვინც მოდერნო რიგში დგას პოლიტიკური ესტაფეტა რომ გადაეცეს მე ისინი არ მინდა რომ არსებობდნენ ხვდებით თორე მე შორს ვარ იმ აზრისგან რომ ეს ყველაფერი იდეალურია და ყველაფერი ძალიან კარგი მეტიც ძალიან ბევრი რამ შემიძლია ჩამოთვალო რომელიც შეიძლება და უკეთესად გაკეთებულიყო როდესაც საუბრობთ თქვათ გარემოზე სადაც ცხოვრობთ უნდა გავითვალისწინოთ რომ ფაქტობრივად ჩვენი ყოველდღიურობა არის რაღაცნაირად გაუმკლავდეთ კრიზისულს ანუ კრიზისული გარემოა რა ჯერ იყო და თქვათ იგივე კოვიდი რომელიც საკმაოდ რთულად აღსაქმელი და გადასატანი აღმოჩნდა შემდეგ ეს პროცესები, ომები და ნუ თავისთავად ხვდებით რომ მოლოდინი იმისა რომ რაღაც შეიძლება იყოს ისეთი რაც სხვაგვარად შეგვახედებს
რაღაცა სიმსუბუქე შემოიტან ჩვენს ცხოვრებაში, ფაქტობრივად რაღაცნაირად სულ უფრო ამის დოზა იკლებს. რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის არსებობს ეს თქვათ რეცეპტი, რომ ზუსტად მივხვდეთ და გამოვხშიროთ, ასე ვთქვათ, როგორ მივიღოთ ეს ველი სათანადოდ გონივრულად მათ შორის ის ნაკადი ინფორმაციის, რომ გავფილტროთ, თქვათ, რა გვჭირდება, რა არ გვჭირდება. კი, გავიგე, რომ შეიძლება ყველაფერში ექსპერტები ვართ, ყველაფერში კები ვართ, ნუ არც ეს არ არის უცხო, მაგრამ ნუ მნიშვნელოვანია, რომ გადავარჩინოთ ფსიქიკა. თქვენს ამბობთ, რომ სტატისტიკა, თქვათ, ადამიანების, რომლებსაც ჭირდებათ ფსიქოლოგები, ფსიქიატრები, წლიდან წლამდე იმატებს და ნუ ხვდებით, რომ ეს არის პრობლემა. როგორ შეიძლება ვემუშაოთ ამ კუთხით საკუთარ ან თუ არის ეს შესაძლებელი, რომ ვთქვათ, რაღაცნაირად გავფილტროთ, პირველი არის პროტესტი. პირველი არის საკუთარ თავთან პროტესტი, რომ მე ესე აღარ მინდა რომ ვიყო. მე მაგალითად რასაც ვაკეთებ ხოლმე, მე ვუსმენ რამოდენიმე არხს და მე იქიდან ერთ და იგივე ინფორმაციას და მე იქიდან გამომაქვს მოსაზრება, იმიტომ რომ მეტნაკლებად, მაგრამ შესაძლებელია ყველა არხი იყოს ტენდენციური რა. მაგრამ მეორე ამბავი ასევე არის ის, რომ შენი ინტერესი რაც არის, შენი ძლიერი მხარეები რაც არის, შენი მიმართულება რაც არის, იმ კუთხით გაშალო ძალიან ძლიერად მუშაობა, განათლება, თავისუფლება არის არაჩვეულებრივი რამე. და მაგალითად, მოდი თავისუფლებაზე ვისაუბრო. როგორ გავხდეთ თავისუფალი? კი ბატონო, თავისუფლება არის არაჩვეულებრივი რამე. მეცაც გეტყვით, თუ ვინმეს რაიმე არ მოწონს, გააპროტესტოს და იზრუნოს, რომ შეცვალოს. ანუ მეტი რა უთხრა, ეხა იმედის ეთერიდან მეტი რა უთხრა, თუ ვინმეს რაიმე არ მოწონს, გააპროტესტოს და შეცვალოს, ოღონდ მანამდე ზუსტად იცოდეს რა არ მოწონს, გინდა საკუთარ თავში, გინდა სხვაში, რატო არ მოწონს, უკეთესად როგორ იქნებოდა, ამ შეკითხვებზე გაცეს პასუხი და ცვლილებები დაიწყოს საკუთარი თავიდან. და მერე კი ბატონო, ნახეთ, თავისუფლება არის უნიკალური რამ, ოღონდ მას მერე რა არის თავისუფლება? როგორ განმარტავთ ამას ჩვენ ფსიქოლოგები? ჩვენ შიგნით გვაქვს ინსტინქტთა საბადო, ეგოიზმი, საკუთარ თავზე ორიენტირება, სადაც სხვა ადამიანები გათვალისწინებული არ არის და საერთოდ არ გვაქვს იდის მაგალითად არ აინტერესებს გარშემო მყოფთა მნიშვნელობა და ის თუ ეხა მე ეს მინდა და არ მაინტერესებს ხვალ და ზეგ ან დღეს როგორ გამვითარდება მოვლენები, ან ვის ვავნებ ამით. აი ამ ინსტინქტებზე ამაღლება არის, ანუ შენმა რაციონალურმა რომ აჯობოს შენ ირაციონალურს, ეს არის თავისუფლების პირველი ნაბიჯი. თავისუფალი არის, ხო? ანუ თავისი ინსტინქტების ბატონი არის. აი ამის შემდგომ იწყება სხვა შენი უფლებები, რომელიც კი ბატონო მოითხოვე. კი ბატონო, თუ ვინმე ამას არ ღვევს, ოღონდ ეს რო გაკეთებული. ჯერ ამის შემდეგ თუ ვინმე ამას არ ღვევს, იბრძოლე რამდენიც გინდა. კი ბატონო. ხო, ეს შეიძლება იყოს რაღაცნაირი საკმაოდ ისეთი თამასა. თავისუფლების ხო და როდესაც შენ უბრალოდ მარტივი მისასვლელი აქამდე. არა, ეს არც რთული არ არის, არც მარტივი არ არის, ეს ასე უნდა იყოს. იმიტომ რომ როგორც კი თავისუფლებას მოითხოვ, აი იმის გარეშე საკუთარ თავში ჩაღრმავების გარეშე. ეს იგივე არაც მაიმუნის ხელში ხელყუმბარა. მიხვდი, ეს ამბავია, მეტი არაფერი. და ის როდის სად გახსნის კაცმა არ იცის. კი ბატონო, მაგრამ ამ გზას ვიდრე ამას გააცნობიერებ და თქვათ იმუშავებ ამაზე და ბოლოს მიიღებ, ხო გჭირდება დამატებითი ინსტრუმენტები, ჩვენ ვისაუბრეთ ასევე განათლებაზე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია. კი, ცოდნაზე დაფუძნებული შეკითხვა და დავასრულოთ, რადგან 31 მარტია დღეს, რითაც დავიწყეთ ფაქტობრივად რაღაცნაირად ამითვე მინდა შევკრა ჩვენი დიალოგი. რა ვისწავლეთ და რა ვერ ვისწავლეთ მაინც, აი რა არის რაც თქვენთვის როგორც ფსიქოლოგისთვის მნიშვნელოვანია ამ თემაში. ჩვენ ვერ ვისწავლეთ ის, რომ ერთი თუნდაც ძალიან ჭკვიანი თავი უფრო ცუდ გადაწყვეტილებას მიიღებს, ვიდრე 10 თუნდაც საშუალო ესე იგი განვითარების თავი, იმიტომ რომ დემოკრატიული პროცესების და კამათში იბადება ძალიან სერიოზულად ჭეშმარიტება. ვერ ვისწავლეთ ის, რომ მესიას, პატრონს და ასე შემდეგ არ უნდა დაველოთ. ვერ ვისწავლეთ ის, რომ ჩვენ თევზების დარიგების მაგივრად, როგორც ძველი ჩინური სიბრძნე ამბობს, უნდა გვირჩევნოდეს ბადის მოწვნის ხელოვნება ვისწავლოთ და თევზჭერის ხელოვნება, რომ მუდმივად ჩვენ გქონდეს თევზი. ნუ ერთმანეთის სიყვარული გარკვეულწილად 9 აპრილს გამოჩნდა, რომ ვიცით, მერე გამოჩნდა, რომ აღარ ვიცით, იმიტომ რომ 9 აპრილის შემდგომ ერთმანეთს ძალიან ბევრი სხვადასხვა რამეა რა, რომელიც ვისწავლეთ, რომელიც ვერ ვისწავლეთ. თუმცა ძალიან რთულია ეს ხალხს აბრალო, ხა პედესტალიდან დადგე მიკროფონთან და ქართული ხალხი აკრიტიკო, ძალიან რთულია, იმიტომ რომ ის ძალიან ბევრჯერ მოატყუეს.
და ის ერთ-ერთი მიზეზი დაახლოებით 10 წლის წინ მიზეზს რო თვლიდი, ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ ის მრავალგზის მოტყუებული ერია, სადაც პოლიტიკოსებმა ეს ყველაფერი სათავისოდ გამოიყენეს და მას ამ ყველაფერს აღარ ჯერა, ის დაღლილია, ის და ქართული ოცნების ან ნებისმიერი ხელისუფლების საქმე ზუსტად ეს არის, რომ იმედი, რწმენა და განათლება მისცეს როგორც კი რომელიმე პოლიტიკური ძალა, სულ ერთიან მნიშვნელობა არ აქვს. როგორც კი რომელიმე პოლიტიკური ძალა იმედს, რწმენას და საკუთარ თავზე განვითარების და განათლების საშუალებას მისცემს, ეს იქნება მათი პირველი წარმართველი. ჩემი სრული მხარდაჭერა იქნება მას, როგორც ჩვეულებრივი ინდივიდის სუბიექტური აზრია ეს ჩემი, საერთოდ არავის არ თვლი, რომ თავს უნდა მოვახვიო რა. დიდი მადლობა. მადლობა თქვენ. წარმატებებს გისურვებ. ფსიქოლოგი ზაზა ქოიავა საუბრობდა პირდაპირ ეთერში. მადლობა უთხრათ ჩვენს მსმენელსაც და მაყურებელსაც დათმობილი დროისთვის. მე გემშვიდობები ჩვენით მაინც მომდევნო ორ შაბათს შევხვდებით.